საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთპირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შევიდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან და დაახპირდა, რომ თითქოს და ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ავტოაუქციონებზე მათთვის ავტომანქანებს შეიძენდა და საქართველოში ჩამოიყვანდა. აღნიშნული გზით ბრალდებული 70 დაზარალებულის კუთვნილ ჯამში 4,775,922 ლარს მოტყუებით დაეუფლა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მათი უკანონო წარმოშობის დაფორმის მიზნით ბრალდებულმა თანხის ნაწილი 3,973,414 ლარი საკუთარ კრიპტოვალუტის ანგარიშზე განათავსა, საიდანაც თანხები გადარიცხა და დაანაწევრა კრიპტოვალუტის რამდენიმე ათეულ არარეგისტრირებულ ანგარიშზე, ეგრეთ წოდებულ ცივ საფულეზე, რითაც დამალა და შენიღბა თანხების ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო. ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რაც სასჯელის სახით და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.